კი, ერთი მქონდა ძალიან ღადაობა იყო. იქიდან რა ქვია, საფრანგეთიდან ხომ მოვდიოდი ეს ავტოსტოპით საქართველოსამდე და ერთი ვიღაც გოგომ წერს თურქეთიდან რა, ისტანბულში ჩავდივარ და ისტანბულის გავლო უეჭველი მიჭოს და მე წერს რომ ჩემთან შეგიძლია დარჩეო, მე მივდივარო ამსტერდამშიო. პირველი რო ჩამოხვალო კაკრასო გნახავო და მე მივდივარო რა. კაი მეთქი რა ვიცი, ანუ ეს ადრე ინგლისურად ქონდა თან და ანუ ჩემი გამომწერი იყო და ჩემთან დარჩი, კაი მეთქი. მივედი ეს რაღაცა კაი მართლა გავიცანით ესე და გასაღები მომცა რა და მე მივდივარო იტოქშიო და ნუ სამ დღეში ჩამოვალ. პრობლემა არაა თქო. ერთი დღე გავიდა, მეორე დღე გავიდა და აი მესამე დღეა უკვე რა რაღაც და აი ის გოგო რაღაც მე კიდე დაემატა 2 დღე და 5 დღეში ჩამოვალ. მესამე დღეა რაღაც და სადღაც შემეგობარი კიდე ერთი თურქი მეგობარი ყავს, მაგას ერთად კლუბში სადღაც ვიყავით და მოვდივართ ერთი ღამის 3 საათია. სახლში მივდივარ, ვაღებ გასაღებით არ იღება. ბიჭო, მეთქი რა ხდება, ვაღებ, მეთქი ანუ იგი არ დალევით ეგრე არ დამილევია, გამოვედი სახლს უყურებ, ეგ სახლია. შევედი მეთქი სხვა სართული ხო არაა და ამერია თქო. ავედი ზედა სართულზე, იქაც ვაღებ, არ იღება. ბიჭო, რა უქნა, იმ გოგოს ურეკავ, არ პასუხობს ღამის 3 საათი. ჩამოვედი ისევ სადაც მგონია, იქ მივედი რა, დავჯექი ესე და რაღაც დავაკაკუნებ თქო რა, ვიცი, ეს სახლია რა, არ იღებ. დავაკაკუნე და გამოდის ეს ერთი ცოლი აღებს, ქორა და ვიღაცა რა და ეს მეთქი რა ხდება, მეთქი ამ სახლში მეთქი ვეუბნები თან თურქული არიციან ინგლისური რა, მეთქი რაღაც მარინე თუ რაღაცა ვინახარ და ის კაცი რაღაცა ცოტა ხო იცით და დაზაბულია რაღაც ჩემი შვილთან ვინ მოვიდა და რაღაცა და მეთქი რაღაცა თან ტრანსლეიტით ვეუბნები რომ აი მან ცხოვრობ თქო რა და ეს რაღაც გაოგნებულები არიან რა და იმეთ მეკითხეს ალბათ მეგობარიაო და კაი შემოდიო რა და შევდივარ და მეუბნებიან რომ აი ტაქსი აქ დაჯექიო და მეთქი იქითაა ჩემი ოთახი რა და რა შენი ოთახიო და აუ ვინ არისო ეს ბიჭი ვაფშე გაგიჟდნე და აუ მეთქი რა უქრე მეთქი იქავა ოთახი შევიდე როგორც აღმოჩნდნენ ესენი უბრალოდ ჩამოსულან შემთხვევით არ უთქვიათ იმისთვის და მეორე დღეს დილის 8 საათზე მაღვიძებენ იმიტომ რომ გოგოს დაურეკე იმიტომ მოვუყევი რა ანუ რაღაც 5 საათზე დავიძინე იმდენად აღელვებული ვიყავი და დილის 8 საათზე მიკაკუნებენ და breakfast ready და გავედი საჭმელად მეთქი სადა ვაფშე თურქულად ვერ ლაპარაკობდი სადა ვარ რა მინდა აი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო რა უცებ გასულ დაადგები ხო ის კაცი გეუბნები ის კაცი თოფით იყო მე მგონი გამოცდილება იმათვისაც აშოკი იქნება და ღამის 3 საათზე ვიღაცა მოგადგეს რომ მამცხოვრობ ხო და მე თუმე პოლიციისთვის დაურეკია ზედა სართულზე ჩაილიჩობდი გაღებას ვიღაცა პოლიცია მოსულა ღამე აუ იმ მწყეთელი ამბები ყოფილი კარგად გადასწრებია